ხსნი რუსთავის აღმართს როგორია და აღმართის მერე რა ხდება, იმიტომ რომ რაღაცა შეცვალეს. Короче, რუიანდა რომ გადიხარ შენ, მოგასწავლეს როდის უნდა მოუხვიო. ეგ იცი? ეგ მარტო ჩემო მოსწავლე იცის ყოთა შორის. საათ ნახევარ უნდებით გასწორებას ხოლმე. ხო და აღმართზე ადიხარ და არ ჩადიხარ, როგორც აი აქ გვაქვს. აი აქ გვაქვს ეგრე რომ აღმართზე ადიხარ, ჩადიხარ, იმიტომ რომ ბუნებრივი აღმართი არა. აქ ბუნებრივი აღმართია რუსთავში. ყველგან არის ხელოვნური ვაფშე. როგორც აქ ჩვენთან. აქ ჩვენთან გვაქვს ესე მოსახვევი, მანდაც ვასწავლი, როგორ არ გადავკვეთოს აი ეს უწყვეტი ზოლი. და ეგეც, ავი, ვისაც თქვენი მასწავლებელია, გასწავლოთ თვითონ მე აგიღოთ. ხო და მე რომ მიდიხარ ესე, აი აქ არის შუქნიშანი. აქ არის შუქნიშანი. შენი ბედი რო ვიცი, შეიძლება ჩართონ ეგ შუქნიშანი რომ ხო? მე არის ზებრა. ნახე აქ რავი სილუეტივით არის რაღაც, შეიძლება ადამიანიც კი არის გადაღებული მაგ დროს. თუ ვიღაცა გადადის, წელზე ყوار გადაული, ხო? გაატარებ, მე გავხარ. მე არის ლიანდაკი. აქ ახლა მატარებელი წამოვა. არ უნდა გავიხედო. არა, მაგრამ უნდა გაიხედო მაინც მართალია. ხრიკი, ხმა თუ გაიგე მატარებელს. ჩერდები, აი, ანელებ და იღურები, მივხვდი? და იძახი რომ გავჩერდი, აი და მატარებელი მოდის თქო. კარგი? ხმა თუ გესმის სიგნალის იმის, ამის ეგ ჩერდები მაგ დროს, მივხვდი? იმიტომ რომ არის უშლაგბაუმო რელსები, რახან გამოცდაზე ხარ მასეშვები რა. თორე, რავი მატარებელს რა უნდა. კიდე რა? პარკირება, რო გეშლებათ ხოლმე, არის წვეტილი ზოლი. ეს და ეს. აი აქაც პარკირება ორი ცალი გვაქვს, მეტი არა, მესამეს დავხაზოთ ოდეს. პარკირება არის 3 ცალი მოკლედ. ხო და ის 3 ცალი პარკირებიდან, რომელსაც გეტყვის, მარტო მაგას უნდა დაუმიზნო. გამიგე? თვითონ ეთქვის. ძალიან შენ თვითონ უთხარი, გარაჟეც, თვითონ თუ არ გითხარ, შენ თვითონ უთხარი, მეოთხეში დავალ, მესამეში დავალ, მეორეში ვიზავ. გამბედავად იყავი, კაცო, რა პრობლემაა, მაგრამ შენ ატარებ. ამაზეც შეიძლება თუ არ გითხრა თვითონ. თუ გითხრა მანევრი გააკეთე, ნიშნავს რომ იქით გადადი. მიხდი, იმიტომ რომ შენ თვითონ შეიძლება ვერ მოტვინე და პარკირებაზე ჯახები. არის ეგეთი მოსწავლეებიც, რომ იქ რაღაცა იმართებათ. არის ეგეთი მოსწავლეები, ნიშნავს რაღაც, რომ შეიძლება აქ მაგრა დადის და იქ რაღაცა იმართება, გამოცდა, ნერვიულობს და ასე შემდეგ. მოკლედ, რომელ პარკირებასაც გეტყვის, მაგას უმიზნებ მარტო, მანამდე ძალიან ახლოს არ დადიხარ, თან ბარდილზე ნუახვალ ხარ. მიხდი ხრიკებს. რუსთავის ხრიკები ეგ არის. მე რო ჩააქროფ აქ მანქანას პარკირებაზე. გეტყვის, ან მე წავიყვანო, ან თუ არაფერს არ იტყვის, შენ თვითონ წაიყვან. წაიყვან ისევ აქ, საიდანაც დაიწყე გამოცდა. აი გარაჟებით იწყება მე. და იმახსოვს.